ხანმოკლე წვიმას და ქარს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები მომდევნო დღეების განმავლობაში შიდა ქართლში. მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსის დოდო გვაზავას თქმით, ამინდის ცვალებადობის მიუხედავად რეგიონში მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება. მაისის დღის მეორე ნახევრიდან ზოგან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, რასაც თან ახლდეს იქნება ცვალებადი მიმართულების ქარის გაძლიერება. კვირის განმავლობაში არის მოსალოდნელობა, რომ 23, 24, 25-ით შუადღის საათებში შესაძლებელია ცალკეულ რაიონში იყოს ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ამ დროს ელჭექის დროს შესაძლებელია დრო გამოშვებით დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერება. რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, მინიმალური ტემპერატურა ცოტათი დაიწევს განსაკუთრებით ხამის საათებში 20 და 22 მაისს. აქ შიდა ქართლში შესაძლებელია მინიმალური ტემპერატურა იყოს დაახლოებით 4-6 გრადუსი. დანარჩენ დღეებში მოიმატებს 10 გრადუსამდე და 12 გრადუსამდეც კი. რაც შეეხება დღის მაქსიმალურ ტემპერატურას, ცოტა დაბალი ტემპერატურები არის მოსალოდნელი 23 მაისის ჩათვლით, ეს დაბალი 20 გრადუსზე ქვევით არ საუბრობ მე. აქ მოსალოდნელია მაქსიმალური ტემპერატურა 22-დან 25 გრადუსამდე და კვირის ბოლოსთვის, განსაკუთრებით 24-25 მაისს შიდა ქართლში მოსალოდნელია ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურის მომატება 28-დან 30 გრადუსამდე.